გამარჯობა, ეთერშია კურიერი. 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოში ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. პაველო ჰერჩინსკი მოწყვება კომენტარის გარეშე დატოვა. რამდენიმე დღის წინ ელჩმა საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება საქართველოს ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ ბრუნდება ბნელ წარსულში. მართლმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა. თემას პირდაპირ ეთერში ახლა განავრცობს ანუკა ბუავა, ანუკა გისმენთ. 2 საათის წინ დასრულდა და 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყნის პირველი დიპლომატის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა დახურულ ფორმატში. პაველო ჰერჩინსკი, როგორც აღნიშნეთ, სწორედ მისი განცხადების გამო იყო დაბარებული საგარეო უწყებაში. საუბარია განცხადებაზე, სადაც ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება გაირკვევა საქართველოს ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ ის დაბრუნდება ბნელ წარსულში. ელჩის ეს განცხადება ოფიციალურად თბილისისთვის რადიკალიზმის წახალისება და პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ეს გზავნილი საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველო ჰერჩინსკის უკვე გადასცა. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მუდმივად იყო კეთილსინდისიერი პარტნიორი ბრიუსელის და ევროკავშირის, თუმცა ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს ყოფილა თავად ბრიუსელის მხრიდან. სწორედ ამიტომ ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ერთადერთი რაც ამ პროცესში უნდა შეიცვალოს და რაც იქნება ურთიერთობების გაჯანსაღების წინაპირობა, ეს იქნება თავად იმ დამოკიდებულების ცვლილება, რომელიც აქვს ბრიუსელის ბიუროკრატიას საქართველოს ხელისუფლების მიმართ და სწორედ ამის შემდგომ მაკა ბოჭორიშვილის თქმით იქნება შესაძლებელი ჯანსაღ დიალოგსა თუ ურთიერთობაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის. თავად პაველო ჰერჩინსკი შეხვედრის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა. მსგავსი ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რაც ითქმება ბრიუსელის მხრიდან და განცხადებები, რომელიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის და იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ევროკავშირის შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ შეუძლებელია რომ არ გავაცნოთ ელჩს თუ რას ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბრიუსელში და როგორ აღვიქვამთ ჩვენ საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამენ. ერთი რომ ყველაფერი რაც კეთდება ბოლო პერიოდში მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისკენ და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც არის მიუღებელი და ვერ აღვიქვამთ ასეთ ნაბიჯებს მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად და თუ რამე არის გამოსასწორებელი ურთიერთობებში, პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ის დამოკიდებულება საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვისაუბროთ სრულყოფილ დიალოგზე ევროკავშირში. ხელისუფლება წარმოადგენს სწორედ იმ ხალხის ნებას, რომელზედაც ასე ღელავენ. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო. რამდენად ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგი. როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. დღეს სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის მიუღებელი. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან მიმართებაში, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. შესაბამისად, ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველოს კეთილსინდისიერ ურთიერთობებში. ამას ჩვენ ვერ ხედავთ ამ ეტაპზე და სწორედ ამის გამოხატულებაა ის განცხადებებიც და ის ნაბიჯებიც, რასაც ჩვენ ხედავთ. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა რომ ურთიერთობები გადავიდეს ისევ ნორმალურ რეჟიმში, ჩვენ მინიმუმ ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და მინიმუმ უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ეს ურთიერთობები.
ევროკავშირის ელჩის განცხადება სახელმწიფო გუნდისთვის შანტაჟი, მუქარა სამოქალაქო ომის სურვილი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პაველო ჰერჩინსკი აქამდეც გამოირჩეოდა და ევროკავშირი იბით, რომ რადიკალური პროცესების წახალისება ხდებოდა მათი მხრიდან მუდმივად და ახლაც არ გამორიცხავენ, რომ ესეც მსგავსი ქმედებების გაგრძელება იყოს და ევროკავშირის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადების მიუხედავად, სადაც ის მათ შორის საუბრობს სამოქალაქო ომზე, სიღარიბესა თუ ბნელ წარსულზე, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის კითხვის ნიშნებს არ აჩენს პაველო ჰერჩინსკის ეს განცხადება და ეს არ არის მუქარი შემცველი განცხადება ოპოზიციისთვის, სადაც უფრო მეტიც იზიარებენ და განაცხადეს, რომ სრულად ეთანხმებიან პაველო ჰერჩინსკის პოზიციას, ახლაც ისევე როგორც ყოველთვის. არ უნდათ განსხვავებული აზრის ატანა და დიპლომატებსაც კი უგრძალავენ და ცენზურას უწესებენ. ამ კაცმა თქვა, მარტივი რამ დასავლეთის გარეშე, ევროპის გარეშე სანქცირებული, იზოლირებული ქვეყანა ძალიან ცუდ, ასე ვთქვათ, პერსპექტივას უხადის, ის მომავალი გვიხადის იმ შემთხვევაში, თუ არც ინვესტიციები არ შემოვა ამ ქვეყანაში და არც ინსტიტუციური კავშირები არ გვხვდება დასავლეთში. არ ვიცი, რამდენად მეგობრულად შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო დაპირისპირების და იმ რაღაცა უბედურების წინასწარმეტყველება თუ სურვილი, რომელიც ბატონმა ელჩმა გამოთქვა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებას, სწორედ სიღატაკეს და ყველანაირ ნეგატიურ განვითარებას ნამდვილად აფინანსებდა ევროკავშირის სხვადასხვა ფონდები და ამიტომ თუ ამ წლების მანძილზე ჩვენ ამ ყველაფერს უმკლავდებოდით, ახლა განსაკუთრებით საინტერესოა რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არა აქვთ იმისთვის, რომ ეს რაზეც ელჩმა ისაუბრა, ახალი დაფინანსების თუ ახალი შემოტევის ნაკადი და ტალღა მოხდეს. ევროკავშირის ელჩმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება საქართველოს ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ის დაბრუნდება ბნელ წარსულში. პაველო ჰერჩინსკი ახსენებს სიღარიბეს სამოქალაქო ომს და სწორედ ამ განცხადების გამო იყო ის დაბარებული დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა მან ისე დატოვა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ მედიასთან არ უსაუბრია მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. მადლობა ანუკა, თქვენ უსმედით ანუკა ბუავას. ნეიტრალური საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს კონკრეტულ ელჩებთან ურთიერთობა გაწყვეტონ. პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კომუნიკაცია უნდა შეწყდეს იმ დიპლომატებთან, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმს, დესტრუქციას და დანაშაულის წახალისებას ემსახურებიან. მათი თქმით, დიპლომატიური პრაქტიკა ითვალისწინებს მსგავს ზომებს და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ის. საქართველოში საიდუმლოს აღარავისათვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომელსაც ელჩები ეწოდება და რომლებიც ჩვენ ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციის და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ. ამავდროულად ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს. მათ არ შეიძლება ეწოდოთ დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან. შესაბამისად, მათთან ურთიერთობა საქართველოსთვის ზიანის მოტანისა და საფრთხის ზრდის მეც არაფერს გამოიწვევს მომავალშიც. ამიტომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ და ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ და ეს აუცილებლად მიგვაჩნია ამ ქმედების განხორციელება დიპლომატიური პრაქტიკიდან გამომდინარე და ამ ზომების გამოყენება ისე როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული. საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. ამ პოსტს ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარეძე დაიკავებს. პარლამენტში ასევე იწყება სუსის ახალი ხელმძღვანელის გეგა გელაძის დამტკიცების პროცედურაც. შინაგან საქმეთა მინისტრად კი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. შოთა ფალავანდიშვილი შემოგვიერთდება საკითხის მეტი დეტალით. პირდაპირ ეთერში შოთა გისმით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა დეტალურად განმარტა თუ რა სახის უფლება-მოვალეობები და ფუნქციები ექნება სახელმწიფო მინისტრს ძალოვანი უწყებების კოორდინაციის თვალსაზრისით, ასევე როგორი იქნება მისი ასე ვთქვათ საქმიანობის პერიპეტიები კანონის მიხედვით. დღეს აღნიშნულ ასე ვთქვათ წარდგენას და საუბარს კანონპროექტზე გარკვეული დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ასე ვთქვათ სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა რეალურად არის არარელევანტური და მას ფუნქციური დატვირთვა არ ექნება, რადგან მათი აზრით ამის ერთ-ერთი გამსაზღვრელი პირობა არის ის, რომ ოფიციალურად ცალკე აპარატი მინისტრს, როგორც ისინი ამბობენ, არ ეყოლება. ამაზე საპასუხოდ მმართველი გუნდის წევრებმა, ასე ვთქვათ, არსებული პრაქტიკა აუხსნეს ოპონენტებს, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ამავდროულად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის თვალსაზრისით აუცილებელი და მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რეგიონში არსებული მძიმე და მწვავე გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს ირგვლივ თვალსაჩინოა. მმართველი გუნდის წევრებისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით ის, რომ სახელმწიფო მინისტრს, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც დაიკავებს, კონკრეტულ აპარატთან დაკავშირებით მომსახურებას გაუწევს სრულიად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ეს კანონთან სრულ შესაბამისობაში მოდის, ამავდროულად არ იქნება არც ერთ შემთხვევაში მისი სამუშაოსა და მუშაობის ეფექტიანობის თვალსაზრისით რაიმე სახის ხარვესი. ამ გამდინარეს, რომელიც ერთ დღეში გადაიყვანეს და შეუთავსეს კოორდინატორობა, ფაქტურად აპარატიც კი არ ეყოლება იმისათვის, რომ ეფექტურად განახორციელოს ეს კოორდინაცია. ასევე აქ მითითებულია, რომ უკვე მის უშუალო უფლებამოსილებებზე, მის ფარგლებზე, ჩარჩოებზე ამ შემთხვევაში უკვე შესაბამისად მთავრობა იზრუნებს. მოგიწოდებთ, რომ ლექსიკას გაუფრთხილდით, რა ლექსიკას ხმარობთ. როდესაც ხართ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომის მიმდინარეობისას ამ დარბაზში. დანარჩენით, როდესაც გარეთ გავბრძანდებით, რა ლექსიკას გნებავთ, ის ლექსიკა გამოიყენეთ. მე თქვენ არავის და არაფერს არ გაგსწავლით. ღმერთმა დამიფაროს, აქამდე უნდა გესწავლოთ ჩემი აზრით. აქ უკვე შეუძლებელია, რომ რამე ვისწავლოთ. ტონს გაუფრთხილდით და სიტყვები შეარჩეთ. ამ ყველაფერში საკუთარ უნარობას ავლენენ, არაერთის დაადასტურეს და კიდე რამდენჯერაც ესეთი მცდელობა იქნება. რაღაცა შინაარშივე, ყოველ უგვანოდ დააკნინონ რაღაც მოვლენა, საკუთარ უნარობას ადასტურებენ და მეცერებს. რაც შეეხება კითხვას და შეფასებასაც ახლა კოორდინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და კარგად მოგახსენებათ კითხვის დამსმელებსაც და გამომსვლელსაც და თავმჯდომარესაც რა განსაკუთრებული როლი გააჩნია ამ შემთხვევაში კოორდინირებულ მოქმედებას. მით უმეტეს, როდესაც საუბარია სამართალდამცავ ორგანოებზე. მით უმეტეს, როდესაც ცხოვრობ საქართველოში, ქვეყანაში, რომლის გარშემოც პრაქტიკულად არის ცეცხლის რკალი, ომი და უბედურება და არის მშვიდობის კუნძულად დარჩენილი ჩვენი ქვეყანა. აპარატი არ ეყოლება, ეს ნათქვამიც არის არასწორი, აპარატი რასაკვირველია ეყოლება, უბრალოდ ეს არ იქნება სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ის არის მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც ისეთივე აპარატია პრემიერ-მინისტრისათვის მთელი თავისი პირველი ხელმძღვანელი, თან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსით და დამთავრებული შტატგარეშე თუ ხელშეკრულებით დასაქმებული სპეციალისტით, რომელიც ემსახურება ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს. აღნიშნულ მომსახურებას სრულად გაუწევს ამ საკანონმდებლო ცვლილების ასეთი ფორმით დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრსაც მთავრობის ადმინისტრაცია. სხვა სახელმწიფო უწყების დახმარებას რაც ჰქვია, ამით კლინდება თუ არა ამ კონკრეტული სახელმწიფო მინისტრის, ანუ ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა რასაკვირველია. არა, ერთია კონკრეტული კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილებები და მეორე ამ უფლებამოსილებების უზრუნველყოფისთვის შექმნილი კონკრეტული აპარატი. ეს შემთხვევაც არ არის სიახლე. 21 აპრილს გამოცხადებული სამთავრობო გადაადგილების შესაბამისად ძალიან მალე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება, რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, ის სახელმწიფო მინისტრად და ამავდროულად ვიცე-პრემიერად ინიშნება, რომლის მთავარი ფუნქცია და მოვალეობა ძალოვანი უწყებების კოორდინაცია იქნება. მადლობა შოთა, თქვენ უსმენთ შოთა ფალავანდიშვილს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში კი მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ხვალ ერჩევენ. ამ პოსტზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. დღეს კომიტეტის გაერთიანებული სხდომები ტარდება, დეპუტატები კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას უსმენენ. ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2016-2018 წლებში უკვე იყო. საკითხზე მუშაობს ჩვენი კორესპონდენტი და იაგოლიაძე და ის შემოგვერთება ახლა პირდაპირ ეთერში იაგისმეთ. დიახ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ზურაბ პატარაძე ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება და დეპუტატების წინაშე წარსდგება. მას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად უკვე მოусმინეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტებში, სადაც მან წარადგინა უკვე საკუთარი ხედვა რეგიონის განვითარების, დასახა გეგმები, პრიორიტეტები და უპასუხა დეპუტატების კითხვებს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ერთად იმუშავებს რეგიონების განვითარებისა და აღმშენებლობისთვის, ხოლო ამ პროცესში გადამწყვეტი და ამოსავალი იქნება ხალხი. მან რამდენიმე მიმართულება გამოყო პრიორიტეტად, ესენია ეკონომიკური ზრდა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, ბიზნესის მხარდაჭერა, ხარისხიანი განათლება. ისაუბრა ასევე მსხვილ პროექტებზე, მაგალითად ბათუმის ბულვარზე, რომელზეც მისივე თქმით 61 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, რაც ავტომატურად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას. ზურაბ პატარაძე ასევე აქცენტირდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის საკითხებზე. 2026-28 წლებში ბულვარის მოვლა შენახვისთვის დაიხარჯება 61.5 მილიონი ლარი, რაც მოიცავს სავაჭრო და სავარჯიშო უკაცრავად და საბავშვო მოედნების, მწვანე სივრცეების და საბაღე ინფრასტრუქტურის განახლებას. რა თქმა უნდა, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ვიზიტორების ზრდას და 2028 წლისთვის ჩვენ გვაქვს მოლოდინი 40-დან 50%-მდე გაიზრდება ვიზიტორები, მათ შორის ულამაზეს. 2026-28 წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება. ესაც შტამბეჭდავი ციფრია და ფიქრობ ძალიან საყურადღებოა. იგეგმება საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის გახსნა. ფოგულეთის სპორტული კომპლექსი თავის საცურაო აუზით. ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია. ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა და საფეხბურთო სტადიონი. ფოგულეთის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რაგბის მოედნები ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი პროექტი, რაც უნდა აშენდეს, გაკეთდეს, მოწესრიგდეს ბათუმში, არის ბათუმის თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლე. ზურაბ პატარაძეს დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კიდევ რამდენიმე კომიტეტში მოусმენენ. მის კანდიდატურას კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კენჭ სავარაუდოდ ხვალ უყრიან. იგი მემაყურებელს ვეტყვი, რომ ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას უკვე მეორედ დაიკავებს. იგი აჭარის რეგიონს 2016-18 წლებში ხელმძღვანელობდა, 2018 წლიდან კი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მადლობა ია, ბათუმიდან გვერდებოდა იაგოლიაძე. ვის დაასახელებს წმინდა სინოდის საპატრიარქო კანდიდატებად. ხვალინდელ შეკრებაზე მღვდელმთავრებმა 3 პირი უნდა გამოარჩიონ. ხვალვე უნდა გახდეს ცნობილი სამებაში დაგეგმილი გაფართოებული კრების თარიღი, სადაც 152 პატრიარქს აირჩევენ. ამ დღეს ტაძარში 2000 ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული 3 კანდიდატიდან უმრავლესობას, ანუ სულ ცოტა 20 ხმას მიიღებს. უნდა შეირჩეს ამ სინოდზე 3 კანდიდატი, საპატრიარქო 3 კანდიდატი. კანდიდატი ხდება ჩვენ კენჭისყრით, ანუ არჩევნებით. დიახ, ფარულად. კანდიდატებიდან შეიძლება რამდენიმე დასახელდეს, აი პირობითად 4 ან 5 შეიძლება იყოს. შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ ხმათა უმრავლესობით უნდა დარჩეს 3 კანდიდატი.
იმ შემთხვევაში თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება. დასახელება ასევე სინოდზე ხდება თარიღის, ანუ გაფართოებული კრების. ეროვნებაზე იქ ხაზგასმარ უნდა იყოს ქართველი, ბერი უნდა იყოს, ანუ მონაზონთა დასის წარმომადგენელი უნდა იყოს. შემდეგ არის ასაკი, მინიმალური 40 წელი და მაქსიმალური 70 წელი. მღვდელმთავარი უნდა იყოს. აუცილებლად სხვა შემთხვევაში მღვდელმთავართა შორის უპირატესი წარმოადგენს კათოლიკოს პატრიარქი. პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა და დაუსაბუთებელი ბრალდებები. საგამოძიებო უწყება პირველს დეზინფორმაციაში შეადანაშაულებს. საუბარია 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე. უწყების განცხადებით, რეპორტაჟში პროკურორის მამის ბიზნეს საქმიანობა თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან სრულად დაუსაბუთებლადაა დაკავშირებული. უწყების ინფორმაციით სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები გიორგი ბერიშვილი და თეიმურას ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილის მწამებლურ განცხადებებს აკეთებენ, ბეჟუაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენ მოვამზადეთ რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელიც აღდგენილია საგამოძიებო უწყებებში. საგამოძიებო უწყებებში არსებულ დოკუმენტებში რა მასალებით შევიდა, ზუსტად იმის შესახებ ყვებოდა ჩვენი ჟურნალისტი ამ შემთხვევაში. ამიტომ ბეჟუაშვილმა შესაბამისად თუ პრეტენზიები გააჩნია თავისუფალ ბიზნეს პარტნიორებთან უნდა იდეოს, რომლებიც ადანაშაულებენ მოთხოვებით მრავალი მილიონის მოპარვაში. იმ გადაცემაში გასული არც ერთი სიტყვა, არც ერთი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. ყველაფერზე არსებობს აბსოლუტურად დოკუმენტური დადასტურება და მეცაც გეტყვით, გადაწყვეტილებებიც მიღებული არის 2-3 წლის წინ. უბრალოდ ახალი ფორმით მიიჩნიეს საჭიროდ, რომ ამ გზით და ამ ფორმით ზეგავლენა მოახდინონ თქვათ ჩემს ოჯახზე და ჩემი ოჯახის წევრებს. ამას უძღოდა მთელი რიგი ქმედებები ტევ-პირველის მიერ ჩადენილი. და როცა ადვოკატი საუბრობს გუშინ, რომ მისთვის უცნობია პასუხი, ეს სრუობს, ტყუილია, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში თუ ადვოკატია და თუ მართლა წარმოადგენს თავის კლიენტს, კარგად უნდა იცოდეს 350,000 ლარი საწავიდა. 350,000 ლარი წავიდა სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამას მე ესე არ ვაპირებ, რომ დავტოვო, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ჩემი პატივი და ღირსება შეილახა და მთელი ურდულ საზოგადოებას, ფიქრობ, გამოცდილი იურისტებსაც ახლა სამოქალაქო დარგში ყველაზე მოვიწევ იმისთვის, რომ მოვამზადო შესაბამისი სარჩელი. ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა. მისი თქმით, ნანა სანდერი ციხეში სწორედ ჟორჟოლიანის ცრუ ბრალდებების გამო მოხვდა. ამ ბრალდებას თავად ნანუკა ჟორჟოლიანის სიცრუეს უწოდებს. აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლუკა ჭოხონელიძე ალბი კორძაიამ გოგოს გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჭოხონელიძეს მხარი დაუჭირა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა თანამოაზრეებმა, ხოლო სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს მხარი კორძაიასთან ერთად მარიამ მეყანწიშვილმა და მათმა თანამოაზრეებმა დაუჭირეს. ნანუკა, გაგახსენებ შენ მიერ ცრუ ბრალდებებით ციხეში მოხვედრილ ნანა სანდერს, რომელსაც შენს პოსტებს უდებენ მტკიცებულებად ჩადენილი დანაშაულის. არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთი. არ გეტყვი რომ სუსი ხარ, მაგრამ გეტყვი რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარ და ძალიან მავნებლობ. იმ დობას იყენებ, რომლითაც მსხვერპლი შენამდე მოვიდა და ვხედავთ როგორ მოახდინე პოზიციონირება და როგორ გამოიყენე იმ გოგონას ნდობა. ცრუობ, იტყუები ნანა სანდერის საქმეში არანაირი სკრინი არ დევს და კითხვა მაქვს, ამიტომ უნდა მოიქცეთ ისე როგორც იქცევით. ნუ ბორგავთ ტყუილა, ხომ ხართ მართლები, საჯაროობა ნუ გაშინებთ. ევროპის 6 ქვეყნის არჩევნებში ევროკავშირი ჩაერია და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა. ინფორმაციას ევრაზია დეილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და ირლანდიაში სხვადასხვა დროს ჩატარებულ არჩევნებზე. 160 გვერდიანი ანგარიშის ავტორების თქმით, ევროკომისია იყენებდა დიდი ჯარიმებით მუქარას, რათა იძულებინა ისეთი კომპანიები, როგორიცაა YouTube, TikTok და X-ი, წაშალათ კონტენტი, რომელიც აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას. თავად ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს. სკანდალურ მასალაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა თბილისშიც.
შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმაზე, სადაც ჩვენ აქამდე არაერთის ვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში ჩაერიონ მათ შიდა საქმეებში, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეროვნული ხელისუფლებების ეროვნული ძალებით დაკომპლექტება არ მოხდეს. ეს ამაზე არაერთის საუბრობდნენ როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი ამაზე არაერთის საუბრობდა და დღეს ასე პრინციპში ღიად ხდება ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი. ეს აჩვენებს იმ ევრობიუროკრატიის არარჩეული ადამიანების საკმაოდ დესტრუქციულ პოლიტიკის მიმდევრობას. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები მიუნხენის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებთან, ასევე სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია ასევე შეხვედრებს გამართავს ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. მიუნხენიდან ნანა გოგატაძე შემოგვიერთდება. ახლა პირდაპირ ეთერში ნანა გისმენთ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ბავარიის დედაქალაქშია. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართულ მხარეს, რომელთანაც მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბუნებრივია ამ ვიზიტისა და დაგეგმილი შეხვედრების მთავარი მიზანი და მოტივაცია სწორედ ორ უნივერსიტეტს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და გაღრმავება. ასევე მთავარი მიზანი შეხვედრების და მთავარი განსახილველი თემა იქნება აკადემიური ცოდნის გაზიარება, ასევე გამოცდილების გაზიარება. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ექნება ქართულ მხარეს, ქართულ დელეგაციას, ვინაიდან დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან. ეს არის 158 წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი, რომელიც მოწინავე ადგილს იკავებს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში, როგორც ინჟინერიის, ასევე ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა ცოტა ხნის წინ და ჩვენ შესაძლებლობა გქონდა, რომ გავსაუბრებოდი დელეგაციის წარმომადგენლებს, სწორედ მათგან შევიტყვეთ ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომ პარტნიორობას და თანამშრომლობას იწყებს უკვე ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტთან იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი ხანია თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა ატარებს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს. დღეს ჩვენი ვიზიტი დაიწყო მიუნხენში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში. ეს ნიშნავს, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც უკვე დიდი ხანია შემდგარია, გადადის თვისობრივად ახალ საფეხურზე და ჩვენ დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებას ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტთან სამართლის პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც მოერგება ქართულ აკადემიურ რეალობას და დაინერგება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ჩვენი მიზანი არის ახალი ტალღის რეკრუტირება, პროფესურის ახალი, ასე ვთქვათ, ახალი სისხლის და ახალი იდეების დამატება კიუს ყოველდღიურობაში, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება. კონფერენციები, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, შეაფასებს იმ ძალის ხმევას, რაც წარსულში ვაწარმოეთ და შექმნის ჩარჩოს მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვცდილობთ უნივერსიტეტები კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ ერთმანეთს, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგებს და მიმართულებებს. ეს კი საქართველოს აკადემიური სივრცის დასავლურ ცენტრად აქცევს. უნივერსიტეტი ფართოვდება, ჩვენ გვემატება ახალი მიმართულებები. ამჟამად ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა მიუნხენის მეორე ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ გვაინტერესებს თანამშრომლობა იურიდიული ფაკულტეტის შემდგომ განვითარებასთან, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი არის ჰუმანიტარული მიმართულების, აქვს ძალიან ძლიერი ჰუმანიტარული პროგრამები, მათ შორის სამართალმცოდნეობა და ბუნებრივია ჩვენი ინტერესისაგან წარმოადგენს შესაბამისი თანამშრომლობა ამ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით. ამ დღეებში გვექნება ასევე სხვა საინტერესო შეხვედრები, სხვა მიმართულებით, როგორც მიუნხენის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობებთან, ასევე ადგილობრივ სამთავრობო წრეებთან და ადგილობრივ სამინისტროებთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა არის დაგეგმილი ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან. პარალელურად დღის განმავლობაში დელეგაციის წარმომადგენლები გარხინგის კამპუსს მოინახულებენ, რომელიც მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრს წარმოადგენს.
მადლობა ნანა, პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ ნანა გოგადაძეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად პირველ კვარტალში საქართველოს საავიაციო სექტორში შენარჩუნდა საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა. დაჯამებული მონაცემების მიხედვით 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1.605.000 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ჩვენი აეროპორტები მოემსახურა დაახლოებით 1.600.000-მდე მგზავრს, რაც გვაძლევს დაახლოებით 4%-იან მატებას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ავიარეისების შესრულების მიმართულებითაც გვაქვს დადებითი დინამიკა და დაახლოებით 8%-იანი ზრდა ფიქსირდება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით დადებითი დინამიკა, სადაც დაახლოებით 32%-იანი მატება გვაქვს. ზოგადად ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ბაზრების დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით იმის რომ 2026 წელს შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა. რუსეთში იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. დაგეგმილია აბას არაღჩის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. მასში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. პეტერბურგში ჩასვლამდე ირანის საგარეო უწყების პირველმა პირმა კონსულტაციები პაკისტანსა და ომანში გამართა. ამავე დროს საერთაშორისო მედია წერს, რომ თეირანმა ვაშინგტონს მოლაპარაკების ახალი წინადადება წარუდგინა. ის ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ომის დასრულებას ეხება. მეტი დეტალი ამ დრომდე არ ხმაურდება. ამავე თემაზე დონალდ ტრამპი დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ვაშინგტონ ჰილტონში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. მისი ოჯახის წევრები კი უკვე დაიკითხნენ. საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ეჭვმიტანილმა ინციდენტამდე მანიფესტი დაწერა და ოჯახის წევრებს გადასცა. მასში 31 წლის კოულ ტომას ალენი თავდასხმის სამიზნეებად ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ასახელებს. ცნობილია, რომ თავდასხმის ორგანიზატორის ძმამ ნიუ-ლონდონის პოლიციას მისი განზრახვის შესახებ წინასწარ შეატყობინა, თუმცა ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურამდე დროულად არ მისულა. თავდასხმის მიზეზები დაკონკრეტებული ამ დრომდე არ არის, თუმცა მედია ასაჯაროებს თავდამსხმელის მანიფესტს, რომელშიც ის ტრამპს ძალადობაში და პედოფილიაში ადანაშაულებს. ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააგავა. დაკავებულებს შორისაა როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და სასახურებელი სახლების შხრეკისას ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააგავა. გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. გამოძიების მიხედვით დაკავებულები ქვეყანაში საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. ამჟამად მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა 55 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არღვევდა ქვეყანაში კანონიერ ყოფნის ვადებს. თითოეული არალეგალი პირი დაკავებული იქნა და ისინი მოთავსდნენ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი ქვეყნიდან გაძევების და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის დაწესების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს იმისათვის, რათა არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტი დროულად იქნეს გამოვლენილი და აღნიშნული პირები, ვინც არღვევენ ქვეყანაში კანონიერ ყოფნის ვადებს, მათ მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი ღონისძიებები. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა ნერვკუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი და სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ. ჯანდაცვის მინისტრი ექიმებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, ვინც დაინტერესებულია ჩაერთოს პროგრამაში და ბენეფიციერებს აღნიშნული სერვისების შესთავაზონ.
მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ და ასევე კვლევის ნაწილში ნერვგუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსებას. ასევე ამ შედეგების ერთად თავმოყრას, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ დაავადების მართვას, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში. ჩვენ გახლავართ მოზრდილთა დაწესებულება, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ყველა სიმძიმის პაციენტი 15+1 დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა სრულად არის აღჭურვილი მასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს როგორც პრევენციული, ასევე ის სამკურნალო ღონისძიებები, რომელიც პროტოკოლით არის გაწერილი. პარლამენტმა ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მდგრადი მართვის კამპანიას უმასპინძლა. ღონისძიება მისასალმებელი სიწყვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. გაიმართა კამპანიის შესახებ პრეზენტაცია და წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციასთან გაფორმდა მემორანდუმი. პარლამენტი უერთდება ამ ძალიან კარგ ინიციატივას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში სულ უფრო მეტი ელექტრონული ტექნიკა გამოიყენება და შესაბამისად სულ უფრო მეტია ეს ნარჩენი და ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ციკლური ეკონომიკის განვითარებას. პარლამენტთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთი რომ სპეციფიკური ნარჩენები, როგორც არის ელექტრომოწყობილობები და ბატარეები, დღეიდან უკვე პარლამენტში შეგროვდება და თვითონ პარლამენტიც რასაც წარმოქმნის ამ ტიპის ნარჩენებს, გადაეცემა ორგანიზაცია Wasteles. და Wasteles-ი არის წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნის ამ შეგროვების სისტემას. და მეორე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის მაგალითის მიმცემია პარლამენტის სხვა უწყებებისთვისაც და დღევანდელი ჩვენი თანამშრომლობა ნათელი მაგალითია, რომ სხვა უწყებებიც უნდა ჩაერთონ ამ კამპანიური ხასიათის საერთო კამპანიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი უშუალოდ ჩაერთო ელექტრო და ნარჩენების შეგროვების კამპანიაში. ეს არის ერთგვარი სახელმწიფო პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოს პარლამენტი უერთდება ელექტრონარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას. მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და საქართველოს პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ორგანო, იქნება პირველი უწყება, სადაც განთავსდება სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების პუნქტები და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის მაგალითი, რომელიც სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ელექტრონული ნარჩენების გარემოდან ამოღებისა და მისი გადამუშავების პერსპექტივას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ჩართულობით კომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრმა საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ჟურნალისტებსა და ფოტო-ვიდეო რეპორტიორებს უმასპინძლა. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ხოლო ინსტრუქტორებმა მათ გააცნეს ის მიმართულებები, რომლებიც მოხალისეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ისწავლება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენიდან დღემდე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე და გამშუქებელი ჟურნალისტების სტატუსის მინიჭების ცერემონიალი. გავმართეთ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა თითოეულ მათგანს. გამოუხატო იმ ჯაფისთვის, თავდადებისთვის, შრომისთვის, რამაც ფაქტობრივი მასალა შეგვინარჩუნა და შემოინახა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი გმირების. მადრიდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის ელიზბარ უბილავას სახელობის ტურნირი დაფუძნდა. ტურნირი მადრიდის სპორტული კლუბის ლა დიდაქტიკას ორგანიზებით ჩატარდა, ხოლო ელიზბარ უბილავას სახელი ტურნირს სპორტული კლუბის წევრის ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის სოფო ფარჯიანის ინიციატივით მიენიჭა. ტურნირს ტრადიციული სახე მიეცემა და ამიერიდან ის ყოველწლიურად გაიმართება. საქართველოში დაბადებული ელიზბარ უბილავა არის საერთაშორისო კლასის ჭადრაკის დიდოსტატი, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. კურიერი 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით. მანამდე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.